რუსეთის მთავრობამ შესაძლოა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების მოქმედება შეაჩეროს. შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტი რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე დაიდო. 1994 წელს გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში ქვეყნებს შორის ექსპორტ-იმპორტის საბაჟო დაბეგვრას დაექვემდებარება. როგორც ჩანს, ეს საპასუხო ზომაა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე, რის შესახებაც რუსეთის საგარეო უწყებაში რამდენიმე კვირის წინ საუბრობდნენ. საქართველოს ოფიციალური პირები დღეს ერთხმად აცხადებდნენ, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ტრაგედია არ არის და ქვეყანას დიდად არ დააზარალებს. ჩვენ გვექნება ამის თაობაზე კონსულტაცია. მინდა გითხრათ, რომ მე უკვე გუშინ ვესაუბრე ჩემს სპეციალურ წარმომადგენლ ბატონ ზურაბ ბაბაშიძეს და ჩვენ გვექნება საუბარი რუსეთის მხარესთან და მე მიმაჩნია, რომ შეთანხმებას მივახცევთ. პროექტში მე მინდა მოგიწოდოთ, რომ ეს არ არის რაღაც ტრაგედია და ეს არ არის რაღაც ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ტრაგედია, მე ასე ვიტყოდი. ჩვენ გვექნება საუბარი და მოგვიანებით გავაკეთებთ კომენტარს ამის თაობაზე. ჩვენი წინადადება იყო, რომ ეს სავაჭრო რეჟიმი შენარჩუნებინა. თუ კი რუსეთი მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას და გადახედავს ამ შეთანხმებას, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთთან მომავალში ვივაჭრებთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებისა და რეგულაციების შესაბამისად. ანუ ისე, როგორც ვაჭრობს რუსეთთან მსოფლიო სახელმწიფოთა უმრავლესობა. ამაში ტრაგედია არაფერია. საუბარია იმაზე, რომ თუ კი აქამდე ექსპორტი საბაჟო გადასახადისაგან განთავისუფლებული იყო, ეხლა იქნება საბაჟო გადასახადი, რაც გარკვეულწილად პროდუქციას ალბათ გააძვირებს. საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ ოფიციალური შეტყობინება რუსული მხარისგან არ მიუღიათ, თუმცა მოსალოდნელი ზარალის ოდენობის შესახებ საუბრობენ. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან, მინდა აღვნიშნო, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტს რუსეთის ფედერაციაში. ამას შეიძლება შედეგად მოყვეს მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ გაიზარდოს საბაჟო ტარიფები სადღაც 20%-ის ფარგლებში, მაგრამ რაღაც დრამატული გავლენა მას ქართული ეკონომიკის უარყოფით მიმართულებაზე არ ექნება. ექსპერტების ნაწილი მთავრობის დამოკიდებულებას არ იზიარებს. ეკონომისტი ვატო ლეჟავა მიიჩნევს, რომ ქვეყანას შესაძლოა სერიოზული ზარალი მიადგეს. ქართული საქონელი რუსეთში შევა არა უბაჟოთ, არამედ საბაჟო გადასახადებით. გარკვეულ პროდუქციას ქართული მომხმარებლისთვის გააძვირებს. ისე რომ ჯერჯერობით კითხვის ნიშნები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, უბრალოდ ძალიან გასაოცარია ის კომენტარები, რომელიც საქართველოს მთავრობამ გააკეთა, თითქოს ეს არაფერი არ არის და ეს ჩვეულებრივი ამბავია. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ქართული ოცნების მთავრობამ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან ვაჭრობის აღდგენა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად, ხოლო რუსეთის ბაზრის დაკარგვა წინა ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ შეცდომად გამოაცხადა. რუსული ბაზრის საკითხი იყო მთავარი თემა პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრებზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან. ამ შეხვედრების შედეგად რუსული ბაზარი ჯერ ქართული მინერალური წყლებისთვის, შემდეგ ღვინისთვის და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის გაიხსნა. სტატისტიკის თანახმად, რუსეთმა, რომელიც 2012 წელს საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მე-6 იყო, წელს მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. ექსპორტში კი მე-3 ადგილი დაიკავა. შესაბამისად გაიზარდა ქართულ ეკონომიკაზე რუსეთში ექსპორტის გავლენაც. თუმცა მმართველ გუნდში დღეს აცხადებენ, რომ პრიორიტეტად ყოველთვის ევროკავშირის ბაზარს განიხილავდნენ. რუსული ბაზრის როლი კი არც ისე დიდია. კარგია, რომ ადაპტირება მოხდა წარმოების, ჩვენთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი არის დღეს ევროპის თუ მსოფლიო ბაზარი. შესაბამისად, რუსულ ბაზარზე თუ სხვა საგადასახადო ტარიფით შევა ჩვენი პროდუქცია, ეს გარკვეულად შეამცირებს ალბათ ჩვენთვის ბაზარს, იმიტომ რომ ფაცეთა კონკურენცია შეიძლება გაუჭირდეს, თუმცა მთლიანად არ ჩაკეტავს ამ ბაზარს, მაგრამ ისევ გეტყვით, რომ ჩვენთვის ექსპორტი დღეს რუსეთთან არ არის ისეთი მაღალი პროცენტულად, რომელმაც შეიძლება ჩვენი ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზარალოს. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ მოსკოვის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის მიმართ მთავრობის პოლიტიკის ჩავარდნა.
ზოგადად ეს აჩვენებს იმას, რომ როდესაც საუბარი არის სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ისევე როგორც გეოპოლიტიკურ და საერთაშორისო ურთიერთობებთან მიმართებაში, რუსეთს ამ საკითხთან მიმართებაშიც აქვს მე-16 საუკუნის წარმოდგენები. ეს აჩვენებს იმას, რომ ჩვენი მთავრობის მხრიდან საუბარი მასთან დაკავშირებით რუსეთთან ურთიერთობები დავალაგე და პრობლემები აღარ აგვაქვს, რასაც ისინი საერთაშორისო არენაზე ხშირად ტირაჟირებას აკეთებენ ხოლმე, ესეც არის ზღაპარი. ეს ასევე აჩვენებს იმას, რომ საუბარი მასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სვლა ევროკავშირის მიმართულებით რუსეთისთვის არ წარმოადგენს პრობლემას და ჩვენ შეიძლება ერთდროულად იქითაც ვიაროთ და თან რუსეთთან ქონდეს კარგი ურთიერთობები, ესეც არის ზღაპარი. ექსპერტები იმ უარყოფით ეფექტზე საუბრობენ, რომელიც ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის რუსული ბაზრის ჯერ გახსნას, შემდეგ კი დამატებითი შეზღუდვების დაწესებას მოყვება. მოსალოდნელ ზარალს მეწარმეებიც ადასტურებენ. ბევრი სკეპტიკოსი ამბობდა, რომ ეს დროებითი მოვლენაა და საქართველოსთვის ბაზრის გახსნა არის მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ მისი დახურვა იყოს მტკივნეული. სამწუხაროდ იმ სკეპტიკოსების, ასე ვთქვათ, მოსაზრება, რომელსაც მე მივეკუთებოდი, დადასტურდა. ანუ ეს იყო დროებითი პრივილეგია, რათა შემდეგ სანქციები და გადაწყვეტილებები ყოფილიყო უფრო მტკივნეული. თუ გავყვებით არითმეტიკულად, დახსე შეიძლება ფასი და შესაბამისად დავარდება ის რაოდენობის გაყიდვები, რომელიც ჰქონდა ჩვენ. ამისათვის ეს რომ არ მოხდეს, ჩვენ ალბათ მოგვიწევს გატარება სხვადასხვა ღონისძიებების, ალბათ ფასის გადახედვა, ფასის პოლიტიკის. სუდი ის არის, რომ დაემთხვა თველის წინა პერიოდს, საკმაოდ ცხელი შემოდგომა გველის იმ კუთხით, რომ თუ საბოლოო ჯამში როგორ ჩამოყალიბდება ჩვენი და რუსეთის ურთიერთობა. გიანოდია მიიჩნევს, რომ ეკონომიკური ზარალის გარდა ზიანი მთავრობის რეპუტაციასაც მიადგება, რომლის პოლიტიკა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება იყო ერთ-ერთი ძირითადი მნიშვნელოვანი ყოველ შემთხვევაში დაპირება წინა ხელისუფლებისა და ჯერჯერობით ერთ-ერთი მიღწევა, რითაც ის თავს იწონებდა იყო სწორედ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის გაუმჯობესება, ბუნებრივია, რომ ეს მიღწევა, ერთგვარად გაუქმდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, და ეს, ასუსტებს ხელისუფლების პოზიციას ამ თვალსაზრისით. რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ბედი მას შემდეგ გადაწყდება, რაც ამ საკითხზე რუსეთის მთავრობა იმსჯელებს. არბო ერთ-ერთია იმ სოფლებიდან, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს. ჩემს უკან დისევის ბაზა და ახალგორის გზაა, რომელიც ახლა უკვე ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიად ითვლება. ჩემს გვერდზე ღობეა, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა წელიწადზე მეტია დაამონტაჟეს. ღობის მიღმა სოფელი ერედვია, რომელიც ქართულმა მოსახლეობამ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დატოვა. აქ გამაფრთხილებელი ნიშანია: ყურადღება, სახელმწიფო საზღვარი, გასავალი, მოძრაობა აკრძალულია. გორის რაიონის სოფელ არბოდან დაახლოებით 3 კილომეტრში სოფელი გუგუტიანთკარია. არბოსგან განსხვავებით აქ მავთულ ხლართებია და მოსახლეები საოკუპაციო ხაზთან რამდენიმე მეტრში ცხოვრობენ. ამირან გუგუტიშვილი ერთ-ერთია, ვისი მიწის ნაკვეთებით საოკუპაციო ზოლის მიღმა მოექცა. მას ოკუპანტებმა სახლიც დაუწვეს. მე გუგუტიშვილი ამირან იოსებიძე, დაბადებული 1947 წლის 8 აგვისტოს. და 8 აგვისტოს დამიწვეს სახკარი. მაგითი მამილოცეს დაბადების დღე ალბათ. ძალიან ხშირად მოვდივარ. აი დღე არ გავარო, სამჯერ მაინც არ მოვიდი აქ. მინდა რომ გავკეთონ ჩვენი ნაწავნადაგი რაც არის, აქ ვედგინონ და ჩვენ სახლებში დაგვაბრუნონ. მე არ მინდა არც ქალაქში ცხოვრება, არცად არ მინდა, მე ვარ მიჩვეული სოფლად ცხოვრებასა და აი ჩვენი ღობე იყო აქედანა თავამდე გზამდე გავლებული და ის ღობე ასჭერეს იმათმა. უნდა წეღოთ სახში და მე იმ ღობით გადმოღობეს იმათმა სამხედროებმა რუსისა. და ის ოსები სულ გაიქცნენ და იმალნენ. 10 ტონა ხილი გამოდიოდა ამბახში. 10 ტონა იმხელა ბაღი არის. ყურძენი კიდევ დაბლაფეხის მოსავალი ლობიო მოყვავდა, სიმინდი მოყვავდა. აგვისტოს ომის დროს თინა ბიძინაშვილის სახლიც დაიწვა. დღეს ის გუგუთიანთკარშივე მდებარე სკოლის შენობაში ცხოვრობს. მასთან ერთად 200 კვადრატული მეტრის შენობაში კიდევ 24 ადამიანის საცხოვრებელია. თინა ბიძინაშვილი პრობლემებზე საუბრობს.
დღემდე აბსოლუტურად არაფერი დახმარება არ გაუწევთ. თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმას, რომ ყველას დაურიგეს შეშის ვაუჩერი და ჩვენც მოგცეს, სოფლის მეურნეობის ვაუჩერი სხვებსაც დაურიგეს და ჩვენც მოგცეს, არავით არ გამორჩეულად არაფერი. აი ეგ მეტი არაფერი. როგორც სხვებს სოფლის მოსახლეობას რასაც უკეთებენ, იმას ჩვენ დანარჩენი არაფერი. არც დევნილი სტატუსი გვაქვს, უბედურობა ეგ არის. აი დევნილი სტატუსზეც დავეს, ზოგს მისეს იმ უბანში, ზოგს არ მისეს, იმას მისეს, ვინც ჩემ წინა ცხოვრობს და მე აი ჯერი მისი სახლი გაიარეს და მე ჩემი. ხო არ მომცეს ის დევნილი სტატუსი. დამეხმარონ იმ ჩემ სახლში, რომ სახურავი გადავაფარო. სახურავი გადავაფარო, რომ ვიცხოვრო იქ. არა, მაშინ ეს ბინა დამიკანონონ და ელემენტარული პირობები შემიქმნან არ როგორც ადამიანები. მე ხო არ ვიყავ დამნაშავე რომ ის ომი მოხდა, ის იმხელა ცხოვრება და ქონება რომ ჩამიწვეს და ეხლა პირი მოიწმინდონ რომ ეს არც ის მთავრობა, არც ეს მთავრობას არ იმასავშები რომ იმ მთავრობის ბრალი ეხლა ესე ხო არ შეიძლება პატარა ბავშვი ერთმანეთს გადააბრალონ. აქ იჭყლიტება უბრალოდ ჩემნაირი გლეხი, რომელსაც დღე-დაღამე ვმუშაობდით. ცხოვრება ისე ხო არ მოდის, არა ერთ კობს ვეღარ ავყიდულობ. ეხლა როგორ ავართ, იცი? აი ბიოლოგიურად რო გადავრჩეთ. ეთერ გუგუტიშვილი თინა ბიძინაშვილთან ერთად სკოლის შენობაში ერთ-ერთ ოთახში ცხოვრობს. რუსეთ საქართველოს ომის დროს დავრჩით უსახკაროთა და თავშეფარი ვტოვეთ აი ამ სკოლაში, ამორტიზებულ სკოლაში და დღემდე აი უბედურ პირობებში ვცხოვრობ. ჩვენთვის არ არსებობს ნათელი დღე, არა ამაქვს იმედი რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთეს. მე არ მინდა აქედან, ჩვენ არ გვინდა აქედან წასვლა, არ გვინდა სოფლის დატოვება. იმიტომ ომის დაწყების დღიდან დღემდე სოფელი არ დამიტოვებია. აი ნახეთ როგორ უბედურად მიყრია ის კარტოფილი სად წავიღო. ერთი ოთახია ჩვენთვის ყველაფერი. შიში ყოველთვის მაქვს. მე ახლა ისეთ პირობებში მომიხდა აქ ცხოვრება რომ 6 თვე კი არა უფრო მეტი შიშიდან ვერ გამოვდიოდი. უკვე დეპრესიაში ვიყავი. დამიჭირეს ტყვეთა მიყვანეს, მაწამეს, მცემეს. ჯალათებმა და რა უნდა ვთქვა მის შემდეგ. როგორ უთხრე ახლა ჩემს შვილსაც შემოდი იქ აცხოვრე შენი ცოლშვილი. გამოვიდა კანონი ახლა თებერვლის თვეში გამოსულა ეს როგორ წავიკითხე მიუღიათ კანონი რომ სადაც უსაფრთხო არ არის ადამიანის სიცოცხლისათვის არის სარისკო იქ აძლევენ სტატუსს ის 2 კაპიკის რომ მოგცენ ის ჩვენთვის ხო შეღავათი იქნება ხო რაღაც იქნება ჩვენთვის მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფომ საოკუპაციო ხაზთან არსებულ პრობლემებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია შექმნა გამყოფ ხაზთან მცხოვრებთა პრობლემები კვლავ მოუგვარებელია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართების მონტაჟის პროცესი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაიწყო. პროცესი 2009-2012 წლებში ეტაპობრივად გაგრძელდა გორის, ქარელისა და კასპის რაიონების სოფლებში. მავთულხლართების, ღობეებისა და მიწაყრილების მოწყობის პროცესმა ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში ინტენსიური ხასიათი 2013 წელს მიიღო და სწრაფი ტემპით გაგრძელდა გორის, ქარელის, ახალგორისა და ზუგდიდის რაიონების სოფლებში. ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ევროკავშირი მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებას შეშფოთებით აკვირდება. განცხადებაში, რომელიც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კეთრინ ეშტონის პრეს-სპიკერმა 31 ივლისს გაავრცელა ევროკავშირის საქართველოს ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს ახსენებს. შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოს პროკურატურის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებას. მაშინ, როდესაც არავინ დგას კანონზე, მაღლა სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოში უნდა იყოს გამჭვირვალე, თანაზომიერი, პოლიტიკური მოტივებისგან თავისუფალი და მკაცრად მიესადაგებოდეს შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს. ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება ამ და სხვა სამართლებრივ პროცესებს ყოფილი მთავრობის და ამჟამინდელი ოპოზიციის წევრების მიმართ საქართველოში. მოუწოდებთ ყველა მხარეს ქართულ პოლიტიკაში გვერდზე გადადონ წარსული დაპირისპირება და ფოკუსირდნენ ქვეყნის მომავალზე. საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დგას და ეს მოითხოვს შორს მჭვრეტელ ხელმძღვანელობას, რომელიც მზად არის დაამსხვრიოს პოლარიზებული პოლიტიკის პრაქტიკა, ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი 28 ივლისს წაუყენა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისთვის ბრალის წარდგენას ბიძინა ივანიშვილს და რუსეთის ინტერესებს უკავშირებს. ამის შესახებ ექს-პრეზიდენტმა რუსთავი ორს განუცხადა. სააკაშვილმა, რომელიც ახლა ბუდაპეშტში იმყოფება, აღნიშნა, რომ პროკურატურა მას ბრალს სრულიად დაუსაბუთებლად, უსამართლოდ და სასაცილოდ ცდებს. ამ ყველაფრის ერთადერთი მიზანი კი მისთვის თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვაა. როგორც მე ვხვდები მათი მთავარი გადაწყვეტილება, რომ ეს სისულელე გააკეთონ, სრულიად დაუსაბუთებელი, usამართლო სასაცილო, იმიტომ რომ უკვე მთელი მსოფლიო დასცინის ერთადერთ რუსებს უხარიათ, იყო ის, რომ ჩემი ზღუდო გადაადგილებენ. ბევრად მეტ ადგილზე დავდივარ, ვიდრე მოქმედი მთავრობის თავმჯდომარე და აწის კიდე უფრო ნაკლებში ივლიან იმის ფონზე, რაც საკეთებენ და ვიდრე დღევანდელი მოქმედი პრეზიდენტი ვივლი საქართველოს საკითხით ხდებათ. აშკარაა, რომ ვისი დაკვეთით ხდება, თუ ადამიანის სულელი არ არის, ხდება, ხო? შეუკვეთეს 2 მილიარდი გადაიხადეს ამ საქმეში, დაავალეს და მათი ერთი დაკომპლექსებული ოლიგარქის ინსტინქტები ბოღმა დაემთხვა თავარი მოთამაშის რუსეთის ინტერესებს. ეს არის და ეს. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს პასუხს გამოძიება გასცემს. მას შემდეგ რაც ჩვენს გმირ ჯარისკაცებს ვუყურე და მართლაც საამაყო ადამიანების და ბიჭების გვერდით ვიდექი, მე არ მინდა რომ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილზე გავაკეთო რაიმე კომენტარი. მას გასცემს ობიექტური გამოძიება პასუხს. რასაც ჩვენ ვიქნებთ მაქსიმალურად გამჭვირვალე, მე გუში გავაკეთე განცხადება ამას დაკავშირებით, მე არც სულს დამატებითი კომენტარი გავაკეთე. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურნენ საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაში. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების თქმით, ყოფილ პრეზიდენტს თავშესაფარი არ ჭირდება და მასზე ძებნა გამოცხადებული არ არის. უმრავლესობის წევრები კი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას არაადეკვატურს უწოდებენ და ამბობენ, რომ მისი უნგრეთში ყოფნა შემთხვევითი არ არის. უმრავლესობას რაზეც პასუხი არ აქვს, რაზეც პოზიცია არ აქვს, რაზეც არ იცის რა თქვას, რაზეც ჯერ არ ჩამოყალიბებულა, ამისთვის მოიფიქრეს უნივერსალური პასუხი, რომ ეს არასერიოზულია და არასერიოზულად აღიქვამენ, არასერიოზულად უყურებენ და ასე შემდეგ. მიხეილ სააკაშვილს არ ჭირდება რაღაც თავშესაფარები, ამას მომავალიც გვაჩვენებს. ნახოთ, დაიწყონ ეს თავისი აბდაუბდა გამოძიება, მოიჭრან თავი მთელი ცივილიზებული სამყაროს წინაშე, ამტკიცონ, რომ რაღაცა ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის სამართალი მოქმედებს და ასე მეორე ფრონტი გახსნეს პუტინის პარალელურად. რაც გულისხმობენ კონკრეტულად პრემიერ-მინისტր ორბანთან მიმართებაში გაუგებარია, ის არის ცხადია სააკაშვილის მეგობარი, მაგრამ ამას ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. პრეზიდენტი გადაადგილება არა მხოლოდ უნგრეთში, არამედ გადაადგილება სხვა ქვეყნებში, მათ შორის ცხოვრობს და მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. რაც შეეხება თავშესაფარს, ჯერჯერობით მსგავსი საკითხი უბრალოდ არ დგას, იმიტომ რომ არანაირი საერთაშორისო ძებნა სააკაშვილის გამოცხადებული არის. თუ გამოცხადება, ამასთან დაკავშირებით ჩვენ განცხადება არაერთხელ გავაკეთეთ, ეს მხოლოდ დააზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს, რადგან ამ გზით სააკაშვილის გადაადგილებას ისინი ვერ შეუშლიან ხელს. ის გააგრძელებს აქტიურობას საერთაშორისო არენაზე, რომ მოახდინოს საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაცია პუტინის რუსეთის წინააღმდეგ. მიხეილ სააკაშვილი ახლა ცოტა არ იყოს ბრალდებული კაცის პირობაზე ადეკვატურად არ იქცევა. რაც შეეხება თავშესაფარს, დიას მას დაჭირდება პოლიტიკური თავშესაფარი, მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი ტყუილად და შემთხვევით არ იმყოფება უნგრეთში. პირველივე დღეს როგორც კი ბრალდება ეთქვა, მე გითხარით, ვიცი სად იმყოფება და ვიცი სად იქნება მეთქი. ვიცოდით, რომ იქ იქნებოდა სადაც ადეიშვილს მიცეს თავშესაფარი, ესეთი გარანტირებული მეგობარი ყავს ორბანის სახით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი არის მისი პირადი მეგობარი, ძალიან ბევრი რამ აქვს ერთად გაკეთებული და ძალიან ბევრ რამეში ერთად ედებათ ბრალი. ვუჩვევდი, რომ ის კითხვები რაც არსებობს, უნდა ჩამომბრძანდეს და გასცეს პასუხი ქართულ ხალხს და არა 3-4 კილომეტრის დაშორებიდან ისაუბროს და კიდე რაღაც გააგრძელოს პოპულიზმი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა აბსოლუტურად ადეკვატური განცხადება. მე მათი განცხადების სულისკვეთებას აბსოლუტურად ვიზიარებ. თუ კი სააკაშვილიც გაიზიარებს იმას, რომ არავინ არ დგას კანონზე მაღლა და უნდა გავცეთ ხოლმე პასუხები კითხვებს და ამავე დროს პოლიტიზირებული არ უნდა იყოს პროცესი, არ იქნებოდა ცუდი. მიხეილ სააკაშვილისთვის და ყოფილი მაღალი თანამდებობის სხვა პირებისთვის ბრალის წარდგენას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. მასში ნათქვამია ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში მოწმის სახით ორჯერ დაიბარეს, გამოუცხადებლობის შემდეგ კი ბრალი წარუდგინეს, აჩენს ეჭვს, რომ დაკითხვაზე მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით დაბარება მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა და მიზნად მისთვის ბრალის წარდგენას ისახავდა. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ მთავარ პროკურატურას გამორიცხოს ნებისმიერი ისეთი
მოქმედება, რომელიც გარკვეულ ეჭვებს გამოიწვევს პოლიტიკოსთა მიმართ სამართალ წარმოების კანონიერებასთან დაკავშირებით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გათვალისწინება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირთა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებლობას ეხება. განცხადებას ხელს 7 ორგანიზაცია აწერს. არიან ბიჭები დარჩენილები და პირდაპირ თუ 7 ნოემბერს გამართული შეხვედრაზე, სადაც დაიგეგმა 7 ნოემბრის მოვლენების დროს რა რეაგირება უნდა ჰქონოდა ხელისუფლებას, მათ შორის ტელეკომპანია იმედთან მიმართებაში, თუ ამ დროს მზადდებოდა განსაკუთრებით მძიმე თუ მძიმე დანაშაული და ეს არის პროკურატურის პოზიცია და მაშინ ყველა იმ პირს, ვინც ამ შეხვედრაზე იმყოფებოდა, ეკისრებოდა ვალდებულება, რომ სამართალდამცავი ორგანოებისათვის ეს ინფორმაცია მიეწოდებინა, იმიტომ რომ სისხლის სამართლის კოდექსის 376 მუხლი ამბობს იმას, რომ იმ პირის მხრიდან დანაშაულის შეუტყობინებლობა, რომელმაც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, წარმოადგენს დანაშაულს. ყველაფერი, რაც ამ დაკითხვის ოქმებში არის, თითქმის ყველაფერი მე სხვადასხვა დროს მაქვს ინტერვიუებში ნათქვამი და ხა როდის რას ვიტყვი, ამას ნურც კოჟორიძე მიკარნახებს და ნურც ნურავინ სხვა. მე ძალიან კარგად ვიცი, როდის რა უნდა ვთქვა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, სამართლებრივი ვალდებულებიდან გამომდინარე და ვიდრე კომენტარებს გააკეთებენ და ჩემ პასუხისგებლობაზე ილაპარაკებენ. კარგად წაიკითხონ ჩემი ინტერვიუებიც, ჩემი ჩვენებებიც და კარგი ანალიზი გააკეთონ. თბილისის საქალაქო სასამართლოში რიყის ტერიტორიის გასხვისებისა და იმედის მითვისების საქმის განხილვისას გიგი უგულავა სიტყვით გამოვიდა. ის პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებისთვის ბრალის წარდგენას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს საქმეც პოლიტიკურად მოტივირებულია. ეს სამართლებრივი პასუხი, რომელიც ივანიშვილმა და მთავრობამ გამოაცხო, არ არის უკანასკნელი და ემსახურება აბსოლუტურად სხვა მიზანს. დაახლოებული სოციალური და ეკონომიკურ ფონზე იმის გათვალისწინებით, რომ შემოდგომაზე მოხდება ტარიფების გაზრდება, ის გათვალისწინებით, რომ იზრდება უმუშევრობა, როგორც ხელისუფლება ემზადება გადამწყვეტი დათვისთვის და ამ დათვლის ობიექტი სამწუხაროდ იქნება ტელეკომპანია რუსთავი 2. სწორედ ამისთვის არის დაუბრუნებული სპექტაკლი, რომ ხალხის მღელვარების ფონზე, რომელიც სამწუხაროდ გარდაუვალია, სხვადასხვა ფრიკებით შეუშალოს ხელი მიხეილ სააკაშვილს ჩამოვიდა საქართველოში. მე მოუწოდო და უთხრა, რომ ეს განჩინება არავის და ვერავის შეაძლებს. პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, სასამართლოს მტკიცებულებად მიიღო ერთ-ერთი აუდიტორული კომპანიის დასკვნა რიყის ტერიტორიის საბაზრო ფასის შესახებ. ამასთან ისინი მოწმეთა შორის დასკვნის შემდგენი პირების ჩასმას ითხოვენ. დაცვის მხარე ითხოვდა საგამონაკლისო წესით გარკვეული დოკუმენტაციის, სხვადასხვა დოკუმენტაციის საქმეზე დართვას. ჩვენი პოზიცია იყო, რომ მათ აერჩიათ ამ დოკუმენტებიდან ერთ-ერთი და სასამართლომ სწორედ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა და ამ ჩამოთვლილი დოკუმენტებთან დაერთო მხოლოდ ერთი აუდიტორული დასკვნა. დანარჩენ ნაწილში დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილდა. ეს არის დაცვის მხარის ფუნდამენტური უფლება, ამას ვერ შეეწინააღმდეგო ვერავინ. მეორე საკითხია, რა წერია ამ დოკუმენტში შინაარსობრივად. ჩვენ შევართ თავის დროზე ამ დოკუმენტის შინაარსობრივ განხილვაში და დავადასტურებთ, რომ ეს დოკუმენტი არანაირად ხელს არ აძლევს დაცვის მხარს. სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და საქმეზე მტკიცებულებად მიიღო აუდიტორული ექსპერტიზის დასკვნა, რომელთაც დასტურდება, რომ რიყის ტერიტორია, რომელიც გამოსყიდული იქნა მერიის მიერ 2008 წლის დეკემბერში, მისი ღირებულება შეადგენდა მინიმუმ 17 მილიონს და მაქსიმუმ 23 მილიონს. მითაც ჩვენ ფაქტურად ვაბათილებთ სამხარეულოს ექსპერტიზის დაუსაბუთებელი დასკვნა, სადაც საუბარია, რომ რიყის ტერიტორია იმ პერიოდისთვის ღირდა დაახლოებით 10 მილიონი ამერიკული დოლარი. ეს კიდევ ერთი არსებითი მტკიცებულებაა, რომელიც გვაძლევს საფუძველს იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ, რომ სავარაუდოდ მითითებულ ეპიზოდზე უნდა გამოვიდეს გამართლებელი განაჩენი.
ბრალდების მხარე თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს რიყის ტერიტორიის უკანონოდ გასხვისებას და ტელეკომპანია იმედის უკანონოდ მითვისებას ედავება. თბილისის ყოფილი მერის ამჟამად წინასწარ პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავას ელექტრონული პოსტა კონტროლდება და მისი სახელით ყალბი მიმოწერა ხორციელდება. ამ საკითხზე დღეს თბილისის საკრებულოს წევრმა მერის ყოფილმა მოადგილემ ირაკლი აბესაძემ ნაციონალური მოძრაობის ოფისში ბრიფინგი გამართა. აბესაძეს თქმით 29 ივლისს თბილისის მერიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ორმა თანამშრომელმა უკანონოდ შექმნეს ელექტრონული პოსტის მისამართი გიგი უგულავას სახელით, ხოლო თბილისის მერის საფოსტო მისამართი, რომლითაც უგულავა მერიაში მუშაობის დროს სარგებლობდა, გაუქმებულია. ირაკლი აბესაძის თქმით, ამით დაირღვა პირადი მიმოწერის საიდუმლოება. ნაციონალური მოძრაობა საქართველოს პროკურატურას ფაქტის გამოძიებას თხოვს. თბილისის მერიაში 29 ივლისს იყვნენ გიორგი აჭარიძე და ირაკლი კლდიაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომლები, რომლებმაც ისარგებლეს მერიაში არსებული სისტემებით და უკანონოდ შექმნეს საფოსტო მისამართი გიგი უგულავა თბილისი გოჯი, რომლის გამოყენებითაც მათ მიერ ასევე უკანონოდ გატეხილი იქნა გიორგი უგულავას როგორც ნაციონალური მოძრაობის პარტიის ლიდერის და საარჩევნო შტაბის სარგებლობაში, საარჩევნო შტაბის უფროსის სარგებლობაში არსებული პირადი მეილი, საიდანაც ასევე უკანონოდ დაეუფლნენ ინფორმაციას. ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევა. საქართველოს პროკურატურა უნდა გამოიძიოს აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება და პასუხისგებაში უნდა იქნეს მიცემული ის პირები, ვინც ჩვენს მიერ იქნა დასახელებული. დღის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს უპასუხა. ჭიკაიძის უწყებამ ირაკლი აბესაძის განცხადება უარყო და აღნიშნა, რომ იგი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა რელიგიური თავისუფლების საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წინა წლის მოვლენებია მიმოხილული. ანგარიში საქართველოც მოხვდა. სახელმწიფო დეპარტამენტმა გასულ წელს ქვეყანაში არსებულ აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტები 4000-მდე სიტყვაში გადმოსცა. ანგარიშში მთავარ ადგილს სადავო რელიგიური ქონების რესტიტუციის პროცესი, სახელმწიფოს მიერ რელიგიურ დისკრიმინაციაზე არასათანადო რეაგირება, საპატრიარქოს საკანონმდებლო პრივილეგიები, ისლამოფობია, ჰომოფობია და ანტისემიტიზმის ფაქტები, ასევე იეჰოვას მოწმეთა საკულტო ნაგებობების მიმართ გამოვლენილი ვანდალიზმი იკავებს. ზოგიერთ შემთხვევაში ხელისუფლებამ არ უპასუხა საზოგადოებრივ ძალისხმევას უმცირესობის წარმომადგენელთა უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ხელისუფლება კვლავ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხარეს დგას სადავო ქონების რესტიტუციის საკითხში. ხელისუფლება ასევე მხარს უჭერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგირებულ იურიდიულ და საგადასახადო სტატუსსა და სახელმწიფოსა და ეკლესიის არასრულ გაყოფას სახელმწიფო სკოლებში. ზოგიერთი პოლიტიკოსი რელიგიური შეუწყნარებლობის რიტორიკას საპრეზიდენტო კამპანიაში იყენებდა. ანგარიში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა მიერ გამოვლენილი აგრესიისა და შეურაცხყოფის ფაქტები მოხვდა. ასევე კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს ციტატაც, სადაც ის უმრავლესობის ჩაგვრაზე საუბრობს. უმცირესობის მოსახლეობის უმცირესობის გაცვლა, უმცირესობას გააჩნია თავისი უფლებები და ასე შემდეგ. და ძალიან იშვიათად ვინმე ფიქრობს, რომ უმრავლესობასაც უნდა გაცვლა. უმრავლესობა შინ შემთხვევაში უფრო დაჩაგრულია ვიდრე უმცირესობა. კათოლიკოს პატრიარქის განცხადების მიუხედავად, არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის არც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა დისკრიმინაციის ფაქტები დასახელებული არ არის. ანგარიშში საბჭოთა დროს რელიგიური უმცირესობებისთვის ჩამორთმეული ქონების პრობლემას დაისვა. კათოლიკე და სომეხთა სამოციქულო ეკლესია, ებრაული და მუსლიმური თემები წლებიათ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ითხოვენ, რომელთა უმრავლესობას ცუდ მდგომარეობაშია.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა საბჭოთა დროს ჩამორთმეული ქონების რესტიტუცია სადავო დარჩა სხვა რელიგიური ჯგუფებისთვის. რომის კათოლიკე ეკლესიისა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სადავო ქონების შესახებ დავა არ გადაწყვეტილა გამჭვირვალე სასამართლო პროცესების შედეგად და ის გადაწყდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ ინდივიდუალურ საფუძველზე. რომის კათოლიკე ეკლესიისა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფოს არ სურს დავის გადაწყვეტა, რადგან ეშინია აწყენინოს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ადიგენის რაიონის სოფელ ჭელას მინარეთის მოხსნისა და 3 თვის შემდეგ დაბრუნების ფაქტიც მოხდა. ასევე სამთაწყაროში მომხდარი ფაქტი, როდესაც ივლისში სამთაწყაროში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის წევრებმა დააშინეს ადგილობრივი მუსლიმური თემის წარმომადგენლები. ალყას შემოარტყეს იმამის სახლს, ემუქრებოდნენ სასულიერო პირსა და მის ოჯახს, სთხოვდნენ მათ ლოცვის შეწყვეტას. უცნობმა ადამიანებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს იმამის მეუღლეს. სახელმწიფო დეპარტამენტი 17 მაისის დარბევასაც იხსენებს, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა ჯგუფმა ხელი შეუშალა ძალადობის წინააღმდეგ გამართულ აქციას და მანიფესტანტების ცემა. ანგარიში ნათქვამია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მოხსნა ბრალდება ერთი მღვდლის, ანთიმოს ბიჩინაშვილის წინააღმდეგ, რომელიც წმინდა სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტია. ხოლო სასამართლო პროცესი იოანე და თორნიკე ერისთავების სახელობის მონასტრის იღუმენ იოთამ ბასილაიასა და კიდევ 3 ბრალდებულის წინააღმდეგ წლის ბოლომდე გრძელდებოდა. დეპარტამენტის თქმით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სასამართლოს საქმის გაჭიანურების გამოაკრიტიკებდნენ. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეაფასეს. მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც სახელმწიფო დეპარტამენტის შეეხო მის ანგარიში, ეს არის რელიგიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების და სამართალდარღვევების არაეფექტური გამოძიების საკითხი. ეს არის საკითხი, რაზეც ჩვენი ორგანიზაცია თუ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც სახალხო დამცველი უთითებენ, რომ არის ქვეყანაში პრობლემა. 2013 წელს 45 ძალადობრივი ქმედების ფაქტი დაფიქსირდა მხოლოდ იეჰოვას მოწვეთა მიმართ, მაშინ როდესაც სახელმწიფომ მხოლოდ 6 საქმეზე დაიწყო გამოძიება და 3 პირის მიმართ გადაზარდა ეს დევნაში. ამიტომ მხოლოდ იეჰოვას მოწმეების მიმართ ძალადობის შემთხვევების ანალიზი აჩვენებს, რომ ეფექტური რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან ამ დანაშაულებებზე არ ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ადეკვატური რეაგირებას რელიგიური შეუწყალობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე, იმიტომ რომ ხედავთ, რომ როდესაც არის ჯებიან დამნაშავეები და ეს 2013 წლის მაგალითზეც გამოჩნდა, ასეთი სამართალდარღვევების რიცხვი მკვეთრად მატულობს და როდესაც სახელმწიფო ნულოვან ტოლერანტობას ავლენს რელიგიური ნიშნით ჩადენილ სამართალდარღვევებზე, მაშინ ეს მაჩვენებელი კლებულობს. ამიტომ აი ამ მხრივ არის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელი და ასევე საბჭოთა კავშირის დროს ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის საკითხი. წლები არის უკვე რელიგიური გაერთიანებები ითხოვენ სადავო საკუთრებას და ისტორიული სამართლიანობის აღდგენისთვის და რელიგიის თავისუფლების დაცვისთვის აუცილებელი არის, რომ სახელმწიფომ დაუბრუნოს რელიგიურ გაერთიანებებს მათი კუთვნილი რელიგიური ნაგებობები. საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს 2013 წლის ანგარიში გააცნო. უჩან ანუაშვილმა მოხსენებაში აქცენტი სხვადასხვა უწყებაში გამოვლენილ დარღვევებზე გააკეთა. სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელ აღსრულების მინისტრს, გამოიძიოს პატიმრებისადმი არასათანადოდ მოპყრობის ფაქტები. ომბუდსმენმა ვანო მერაბიშვილის საგნიდან გაყვანის საქმის გამოძიებაც მოითხოვა. სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში გამოვლინდა შემდეგი პრობლემები. პატიმართა არასათანადო მოპყრობა ადმინისტრაციის და სხვა პატიმართა მხრიდან. მსჯავრდებულთა გადაყვანა ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში სათანადო საფუძვლისა და მიზეზის გარეშე. არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაცვა განმეორებითი ძალადობისა და დაშიდებისაგან. აღნიშნული საკითხების მოწესრიგების მიზნით საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა მთავარ პროკურორს, რომ დაიწყოს გამოძიება სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ პატიმრისადმი არასათანადო მოპყრობის ყველა ფაქტზე და მოახდინოს მათი შესაბამისი კვალიფიკაცია. ერთ-ერთ საქმედ განხილული არის ანგარიში ასევე გასულ წელს ივანე მეჰრაბიშვილის ყოფილი პრემიერის მეცხრე დაწესებულებიდან გაყვანის ფაქტის გამოძიების საკითხი და გამოძიების ჩატარების აუცილებლობა. კანონდარღვევად უნდა შეფასდეს 2013 წლის ივნისში მერიის და საკრებულოს თანამშრომლების დაკავება თბილისში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ და შესაბამისად აღნიშნული ფაქტს აუცილებლად უნდა მოყვეს გამოძიება. კანონის მოთხოვნათა სავარაუდო დარღვევის შესახებ ლეგიტიმური კითხვები რჩება ასევე ეგრეთ წოდებული ტრაქტორების საქმეში,
რაც გამოძიების სრულყოფილად ჩატარებას საჭიროებს. ის პრაქტიკა როცნობად მივიღოთ სახალხო დამცველის მოხსენება დავიწყებას უნდა მიეცეს, არასწორი პრაქტიკა იყო. ყველა რეკომენდაცია ადეკვატურად არის გათვალისწინებული კომიტეტის დასკვნაში. ერთმნიშვნელოვნად შეფასებული სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, თქვა რელიგიური ძალადობის კუთხით და ამ მიმართულებით არის აშკარად უკან გადადგმული ნაბიჯი. მეორე სახის პრობლემა არის, როდესაც არის აღწერა გარკვეული დარღვევების, მაგრამ არ არის შეფასება, რომ ეს დარღვევები არის პოლიტიკური мотиваციის შემცველი და მესამე არის, როდესაც არის ფაქტები, რაც საერთოდ არ ეხება სახალხო დამცველი. ომბუდსმენის მოხსენება დეპუტატებმა შეაფასეს. უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ უჩანანუაშვილმა ყველა საკითხი მიმოიხილა. უმცირესობის წევრების თქმით კი სახალხო დამცველმა 2013 წელს ადამიანის უფლებების დარღვევის რამდენიმე ფაქტზე საერთოდ არაფერი თქვა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ არჩევნების მედია მონიტორინგების შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა. კვლევა ეხება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, ცესკოსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული არჩევნების მედია მონიტორინგებს. საიას შეფასებით, მედია მონიტორინგის პროცესი არ არის მიმართული საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მონიტორინგი უნდა ხორციელდებოდეს მედია მონიტორინგის მომსახურების შესყიდვის გზით. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რეკომენდაციაა საარჩევნო პერიოდის გაშუქების დროს გაძლიერდეს მაუწყებელთა თვითრეგულირების ორგანოების როლი. რეკომენდაცია ეხება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასაც. საიაში თვლიან, რომ მაუწყებლებს აღარ უნდა ჰქონდეთ კომისიისთვის მონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაციის ყოველკვირეულად მიწოდების ვალდებულება. ის მედია მონიტორინგი, რაც ჩვენი კანონმდებლობის თანახმად ჯერ 2001 წლიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან ხორციელდებოდა, ხოლო 2011 წლიდან უკვე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომუნიკაციის კომისიის მიერ შეიცავს გარკვეულ ხარვეზებს. პირველ რიგში განსაზღვრულია მიზანი, რა არის ამ მონიტორინგის. ეს კანონმდებლობით ნათლად არ არის განსაზღვრული და ალბათ აქედან უნდა დავიწყოთ ჩვენ, რომ ვიცოდეთ ნათლად რატომ ხდება მედია მონიტორინგი. მედია მონიტორინგი ცხადია მიზნად უნდა ისახავდეს იმას, რომ მონიტორინგის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე მოხდეს ერთის მხრივ რეაგირება, მეორეს მხრივ პრევენცია, რომ ესეთი დარღვევები მომავალში აღარ განმეორდეს. იყო შენიშვნები დღეს მთელი რიგი საკითხებზე. უმრავლესობა შეიძლება არ დავეთანხმოთ, იმიტომ რომ კომისია თავისუფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებდა იმას, რაც იყო კანონით გაწერილი. აქ არის საუბარი, რომ არ იყო სანქცირებები, არ იყო რეაგირებები და ასე შემდეგ. თუნდაც იგივე ბეჭდურ მედიაზეც იყო რეაგირება, მონიტორინგი ქვეყნდებოდა ვებგვერდზე, თუმცა არის დღეს რიგი რეკომენდაციები, რაც შეიძლება გაითვალისწინოს კომისიამ, ასევე სხვა სტრუქტურებმა, მათ შორის რა მიზანს უნდა ისახავდეს მსგავსი მონიტორინგი და რა შედეგები უნდა მოყვებოდეს მას. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ჩამონათვალი ოფიციალურად გამოაქვეყნა. შავსიაში რუსულ ბანკებსა და კომპანიებთან ერთად პუტინთან დაახლოებული გავლენიანი ბიზნესმენები იური კოვალჩუკი, არკადი როტენბერგი, კონსტანტინ მალოფეევი და ნიკოლაი შამალოვი მოხვდნენ. შეერთებულმა შტატებმა ამ პირების წინააღმდეგ ქონებრივი და სავიზო სანქციები ჯერ კიდევ მარტში შემოიღო. ბრიტანული გამოცემა ინდეპენდენტი კი გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის გარემოცვაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ კანცლერსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის საიდუმლო შეთანხმება შედგა. ეგრეთ წოდებული მერკელის სამშვიდობო გეგმა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ყირიმის ანექსიის ცნობას ითვალისწინებს. სანაცვლოდ კი რუსეთი უკრაინაში სეპარატისტების დახმარებას შეწყვეტს. ამ გეგმის თანახმად უკრაინამ უარი უნდა თქვას ნატოში გაწევრიანებაზე. რუსეთი კი უკრაინასა და ევროკავშირს შორის ეკონომიკურ ურთიერთობაში არ ჩაერევა. პაქტის ერთ-ერთი პუნქტი ასევე უკრაინისთვის რუსულ გაზზე ფიქსირებული ფასის დაწესებას ითვალისწინებს. არც ბერლინში და არც კიევში ბრიტანული გამოცემის პუბლიკაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.